შენ არ დაიბადე იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება იმუშაო. ცხოვრება მხოლოდ სამსახურის გარშემო არ უნდა ტრიალებდეს. არსებობს გზა, სადაც დრო შენია და არა შენი უფროსის. ეს გზა იწყება 4 საათიანი სამუშაო კვირით. მოგესალმებით არხზე ცხოვრების რეცეპტები, სადაც თითოეული ვიდეო ახალი ნაბიჯია თავისუფლებისკენ. დღეს ვისაუბრებთ წიგნზე, რომელმაც შეცვალა მილიონობით ადამიანის ცხოვრება. ტიმ ფერისის 4 საათიანი სამუშაო კვირა, ეს არ არის მხოლოდ წიგნი სამუშაოზე. ეს არის სახელმძღვანელო იმაზე, როგორი ცხოვრო საკუთარი წესებით. ბუნებისა და მთავრობის წესებს მიღმა. ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრების ციკლი. სკოლაში სიარული, კარგად სწავლა, კარგი სამსახურის პოვნა და ოჯახის შექმნა. მუშაობის გაგრძელება, პენსიისთვის ფულის დაგროვება და ბოლოს სიკვდილის მოლოდინი. ამგვარ მოწყობაში არაფერია ცუდი, თუ კი ეს გზა ქსიამოვნებთ. მაგრამ უამრავი ადამიანი ინტერესს კარგავს კარიერის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში. მათ ეჩვენებათ, რომ სამსახური სიცოცხლეს აცლის. იშვიათად აქვთ დრო მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის ან რაიმე გასართობი საქმიანობისთვის. ისინი უბრალოდ გაჭედილები არიან ან ჩიხში არიან. მეცნიერებისა და კანონის მიღმა, ყველა წესის შერბილება ან დარღვევა შეიძლება და ამისთვის არ არის საჭირო არაეთიკური ქმედება. ტიმ ფერისი. ბევრ ადამიანს სურს 9-დან 5-მდე თავის დაღწევა, მაგრამ ამას მხოლოდ ცოტა თუ ახერხებს. ყველაფერი კი ერთ რამეზე დაიყვანება, უცნობი მომავლის შიშზე. ვინ მოისურვებს სამსახურის დაკარგვას, თუ არა აქვს ხელშესახები იმედი იმისა, რომ დროისა და თავისუფლების თვალსაზრისით უკეთეს მოიპოვებს. სამყარო ბევრად ბედნიერი იქნებოდა, თუ ადამიანები იპოვიდნენ სიმამაცეს, რომ თავიანთ ნამდვილ ვნებებს გაყვნენ. თუ გულწრფელად გსურთ თავისუფლება, რომ იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორცაც იმსახურებთ, ტიმოთი ფერისი გიჩვენებთ, როგორ გააკეთოთ ეს. 4 საათიანი სამუშაო კვირა არის ცხოვრების მოდელის დიზაინი, რომელიც მილიონერმა მეწარმემა და პოდკასტერმა საკუთარი თავისთვის შექმნა და სხვებს ასწავლა მას შემდეგ, რაც მისი ეფექტიანობა საკუთარ თავზე გამოსცადა. მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ადამიანმა მიაღწია სასურველი ცხოვრების სტილს სწორედ აქ აღწერილი სტრატეგიების გაგებითა და განხორციელებით. ამ წიგნის მოსმენის შემდგომ თქვენც მალე შეუერთდებით მათ რიცხვს. ის ცხოვრება, რომელიც გინდა, შენს შიშებს მიღმა. ტიმოთი ფერის ოდესღაც ჰქონდა ბიზნესი, რომელსაც საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს უთმობდა. ფინანსურად მომგებიანი იყო, მაგრამ მას დღეში 15 საათი უწევდა მუშაობა. ეს ცხოვრების წესი მისთვის უდიდეს გამოწვევად იქცა, რადგან თავისუფლება სურდა. გარკვეული ფიქრის შემდეგ ფერისი მიხვდა, რომ ევროპაში ერთწლიანი დასვენება დაეხმარებოდა გონების გასუფთავებაში. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ბიზნესის დაკარგვის შიშმა მაშინვე იჩინა თავი. ამ შიშის გამო მან გვერდზე გადადო ერთწლიანი შვებულების იდეა. განაგრძობდა თავის გამოფიტვას იმ ბიზნესში მუშაობით, რომელიც უკვე აღარ სიამოვნებდა. მაგრამ ერთ დღეს თითქოს ნათურა აინთო. რა იქნებოდა ყველაზე უარესი სცენარი, თუ მაინც წავიდოდა შვებულებაში, ყველაფრის მიუხედავად. ბევრი რამ შეიძლებოდა არასწორად წასულიყო. მისი ბიზნესი შეიძლება დანგრეულიყო. უცხო ქვეყანაში ფული გათავებოდა, ან კიდევ უფრო უარესი რამ მომხდარიყო. ფერისმა ეს ყველაფერი ჩაიწერა ფურცელზე. შემდეგ სიღრმისეულად დაფიქრდა გადარჩენის სტრატეგიებზე. მიხვდა, რომ ბიზნესის გარეშეც შეეძლო თავის გატანა. თავდაპირველად თრული იქნებოდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეეძლო უბრალო სამუშაოს შესრულება და ფუფუნების საგნებზე, მაგალითად, რესტორანში ჭამაზე უარის თქმა. არც ისე ცუდი აღმოჩნდა.
ამიტომაც მან გადადგა ეს ნაბიჯი. მისი შვებულება 15 თვეს გაგრძელდა და მისდა გასაოცარად ბიზნესმა მის არყოფნაში კიდევ უფრო წარმატებით განაგრძო ფუნქციონირება. ამ ამბის მორალი ასეთია: თქვენი შიშები ყოველთვის არ არის ისეთი საშინელი, როგორადაც მოსჩანს. მდიდარი ცხოვრების სტილით რომ იცხოვროთ, თქვენ უნდა დაეუფლოთ საკუთარი შიშების დაძლევის ხელოვნებას. შენც ხომ შეიძლება იმ შიშმა შეგაჩეროს, რაც უცნობ მომავალს უკავშირდება? გინდათ ცვლილება? თუ კი, აიღეთ კალამი და ფურცელი, ჩამოწერეთ ყველა შესაძლო უარესი სცენარი და ის ნაბიჯები, რომლითაც მათ გადალახავთ. ეს დაგეხმარებათ სიტუაციის მკაფიოდ დანახვაში და მიხვდებით, რომ ნებისმიერ შედეგს გაუმკლავდებით. არ არის განსხვავება იმ პესიმისტს შორის, ვინც ამბობს, მაინც უშედეგოა, არ ღირს არაფრის კეთება, და იმ ოპტიმისტს შორის, ვინც ამბობს, ნუ რაფერს იზამ, მაინც კარგად დამთავრდება. ორივე შემთხვევაში არაფერი იცვლება. ივონ შუინარი, პატაგონიას დამფუძნებელი. გამორიცხვა არის პროდუქტიულობის გასაღები. დაივიწყეთ ყველაფერი, რაც დროის მართვას უკავშირდება. ეს ალბათ ყველაზე ცუდი პროდუქტიულობის რჩევაა, რაც კი ოდესმე მოგისმენიათ. დროის მართვის იდეამ ნაკლებ დროში მეტის გაკეთებამ ბევრი ადამიანი უბრალოდ დაკავებულად დატოვა რეალური პროგრესის გარეშე. თქვენი დღე შეიძლება სავსე იყოს უმნიშვნელო ამოცანებით, რომლებიც გრთავთ საქმეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროდუქტიული ხართ. პროდუქტიულობა ყოველთვის დაკავებულობაზე არ მიუთითებს. ნამდვილად პროდუქტიული რომ იყოთ, უნდა იყოთ დაკავებული იმის კეთებით, რაც აუცილებელია. არ დაიკარგოთ დროის შევსებაში ისეთი აქტივობებით, რომ დღის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაუმთავრებელი დაგრჩეთ. თუ გსურთ გახდეთ ახალი მდიდარი, უფრო მეტად უნდა იზრუნოთ შედეგზე, ვიდრე ეფექტურობაზე. ამ ორ ცნებას შორის დიდი განსხვავებაა. ეფექტურობა ნიშნავს, რომ დაკავებული ხართ საქმეებით, რომლებიც აუცილებელი არ არის თქვენი თავარი მიზნისთვის. შედეგზე ორიენტულობა ნიშნავს, რომ თქვენ მიერ შესრულებული ყოველი ამოცანა გიახლოვებთ თავარ მიზანს. მაგალითად, შეიძლება 3 საათი დახარჯოთ იმეილებზე პასუხის გაცემაში, მაშინ როცა ამ საქმეს ხვას ნაკლებ ფასად გადააბარებდით, აუთსორსინგი, და თავად უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირდებოდით, რაც საბოლოო მიზნამდე მიგიყვანთ. იმეილებზე პასუხი შეიძლება იყოს თქვენი სამუშაოს ნაწილი, მაგრამ მხოლოდ ამაზე საათების დახარჯვა თქვენს ეფექტურობას არ ზრდის. სადაც არ უნდა იყოთ, პროდუქტიულობა აუცილებელია, თუ თქვენი მიზანი ახალ მდიდრად ქცევაა. თქვენ შეგიძლიათ ცხოვრებაში ორი კანონი დანერგოთ თქვენი პირადი და პროფესიული პროდუქტიულობის გასაძლიერებლად. 80-20-ზე კანონი და პარკინსონის კანონი. 80-20-ზე კანონი, ანუ პრინციპი ამბობს, რომ აქტივობების დაახლოებით 20% იძლევა მიღებული შედეგების 80%-ს. პრაქტიკულად რომ ვთქვათ, როგორც თანამშრომლის შემთხვევაში, თქვენი დროის დაახლოებით 20% არის ის, რაც პასუხს აგებს ოფისში შესრულებული სამუშაოს 80%-ზე. არც ერთი თანამშრომელი არ არის პროდუქტიული დღეში 8 საათის განმავლობაში, სამუშაო დღის დიდი ნაწილი უმნიშვნელო საქმეებით ივსება. პარკინსონის კანონი ამბობს, რომ ამოცანა იწელება, რათა შეავსოს მის შესასრულებლად მოცემული მთელი დრო. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მარტივ საქმესაც კი შეგვიძლია ისეთი რთული სახე მივცეთ, თითქოს ბევრ დროს მოითხოვს. იცოდით, სამსახურში ყურადღების გამფანტავი ფაქტორები გაცილებით მეტ დროს გართმევთ, ვიდრე გონიათ. სცადეთ
თავი არიდოთ მათ და ნახავთ, რამდენად სწრაფად შეძლებთ ყოველდღიური ამოცანების შესრულებას. იმუშავე ჭკვიანურად, არა მძიმედ. აუთსორსინგი ახალი მდიდრების მთავარი იარაღია. გახსოვდეთ, მიზანია თავად მართოთ თქვენი ცხოვრება და სხვები მუშაობდნენ თქვენთვის, სანამ თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირდებით. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს ყველას შეუძლია, მნიშვნელობა არ აქვს, მეწარმე ხართ, თანამშრომელი თუ სტუდენტი. აუთსორსინგს ბიზნესისთვის რამდენიმე უპირატესობა აქვს: ხარჯების შემცირება, ეფექტიანობის ზრდა და სპეციალიზებულ უნარებსა და გამოცდილებაზე წვდომა. კომპანიებს შეუძლიათ კონცენტრირდნენ თავიანთ ძირითად კომპეტენციებსა და სტრატეგიულ მიზნებზე, როცა არასაბაზისო ფუნქციებს, მაგალითად IT მხარდაჭერას ან ბუღალტერიას, აუთსორსინგზე გაიტანენ. აუთსორსინგი ასევე აძლევს კომპანიებს საშუალებას სწრაფად და მარტივად გაზარდონ ოპერაციები სერიოზული კაპიტალდაბანდების გარეშე. გარდა ამისა, აუთსორსინგი უზრუნველყოფს გლობალურ ტალანტებზე წვდომას, რაც კომპანიებს აძლევს უნიკალურ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც შეიძლება შიგნით არ ქონდეთ. ყველა ამოცანა დეტალურად უნდა იყოს განსაზღვრული, სანამ სხვას გადააბარებთ. აუთსორსინგისას ორი არჩევანი გაქვთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივი ან დისტანციური ვირტუალური ასისტენტი. ფერის რეკომენდაციას უწევს დისტანციურ ასისტენტებს განვითარებადი ქვეყნებიდან, მაგალითად ინდოეთიდან, რადგან მომსახურება უფრო იაფია. დროის სარტყლის სხვაობის გამო შეგიძლიათ დაიძინოთ, სანამ თქვენი ასისტენტი თქვენთვის მუშაობს. მაგალითად, თუ დილით პრეზენტაცია გაქვთ, უბრალოდ დროულად დაუკავშირდით ასისტენტს, მიეცით დეტალური ინსტრუქციები და შეთანხმდით ვადაზე. გაითვალისწინეთ პარკინსონის კანონი. აუცილებელია, რაც შეიძლება დეტალური მითითებები მისცეთ. გახსოვდეთ, ადამიანები აზრებს ვერ კითხულობენ და ყველა ელემენტი უნდა განიხილოთ, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. თუ ყველაფერი კარგად წავა, დილით გაღვიძებისას პრეზენტაცია უკვე თქვენს ინბოქსში დაგვდებათ. რა მაგარია, არა? რეკომენდებულია არ დაიქირავოთ გამოუცდელი ან ერთი ასისტენტი, რომ იმედგაცრუება აიცილოთ თავიდან. სანდო ვირტუალური ასისტენტების ორგანიზაციასთან თანამშრომლობა გაცილებით გაგიმარტივებთ საქმეს. ყველაზე ცნობილი ორგანიზაციებია Your Man in India და Brickwork, რომლებიც ინდოეთში არიან დაფუძნებულნი. საქმის გადაბარება მოგცემთ მეტ თავისუფლება, რომ იმ საქმეებზე იმუშაოთ, რომლებიც თქვენს ყურადღებას საჭიროებს. მაგალითად, შეიძლება დიდი ხანია გსურდათ ბიზნესის გაფართოვება, მაგრამ დრო არ გყოფნიდათ. სხვების დახმარებით თქვენი ეფექტიანობა გაიზრდება. სხვებს შეიძლება ისეთი ხედვა ჰქონდეთ, რომელიც ახალ ბიზნეს იდეებსაც მოგცემთ. თანამშრომლობა ბიზნესში აუცილებელია. არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული და ბუნებრივია, რომ დროდადრო დახმარება ითხოვოთ. გადაიყვანეთ შემოსავლები ავტოპილოტზე. აი, ის ნაწილი, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდებოდი. ყველა ახალი მდიდრი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ შექმნა ბიზნესი საკუთარ ვნებაზე დაყრდნობით, პროცესები მაქსიმალურად გაამარტივო და ავტომატიზაცია უზრუნველყო, რათა სხვა საქმეებითაც სიამოვნებით დაკავდე. მიზანი მხოლოდ ბიზნესი კი არა, არამედ გართობაა. როგორ დაიწყო ბიზნესი მარტივად? ბიზნესში ჩართვისა და დიდი ფულის შოვნის ყველაზე მარტივი გზა არის ისეთი პროდუქტის პოვნა, რომლის გაყიდვაც კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე შეგიძლია. არ დახარჯო ზედმეტი დრო პროდუქტის ან ბაზრის კვლევაზე. იპოვე ისეთი ნიშა, რომელსაც უკვე კარგად იცნობ.
შეხედე შენს წარსულს ან ამჟამინდელ გამოცდილებას და მოძებნე პრობლემა, რომელსაც შენი პროდუქტი გადაჭრის. როცა ფერისმა შექმნა Brain Quicken, მისი სამიზნე აუდიტორია სტუდენტები და სპორტსმენები იყვნენ. მათთვის სასურველი პროდუქტის შექმნა მარტივი იყო, რადგან ფავადაც სტუდენტი და სპორტსმენი იყო. პროდუქტის შექმნა იმაზე ადვილია ვიდრე გგონია. ნუ შეგაშინე სიტყვა შექმნა. მედიამ ეს პროცესი ზედმეტად გაამარტივა ან გააბუქა, მაგრამ სინამდვილეში ბევრად მარტივია ვიდრე გგონია. ადამიანებს სჭირდებათ პროდუქტები, რომლებიც მათ ცხოვრებას ამარტივებს და თუ ეს კარგად გაიაზრე, უკვე ნახევარი გზა გავლილია. თუ პროდუქტის შექმნა არ გხიბლავს, გარდა საკუთარი წარმოების, არსებობს კიდევ ორი შესანიშნავი გზა. გადაყიდვა, reselling და ლიცენზირება, licensing. მაგრამ სანამ იქამდე მივალთ, განმარტოთ თავად შექმნის პრინციპი. როგორ შექმნა პროდუქტი შენი აუდიტორიისთვის. მას შემდეგ, რაც განსაზღვრავ მიზნობრივ ჯგუფს და მათ პრობლემებს, მომდევნო ნაბიჯია ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თუ პროდუქტი ტექნიკურად რთულია ან მოითხოვს სპეციალურ წარმოებას, შეგიძლია გამოიყენო private labeling, დაუკავშირდი ამ სფეროს ექსპერტებს, დააწერინე მათ შენი პროდუქტი შენს სახელზე, შემდეგ კი დაამატე საკუთარი ბრენდის ეტიკეტი. ასე მიიღებ ხარისხიან პროდუქტს საკუთარი სახელით, მინიმალური ძალისხმევით. მეორე გზა არის ინფორმაციული პროდუქტი. კურსები, წიგნები, გზამკვლევები, ტრენინგები, ყველაფერი, რაც ცოდნას აქცევს შემოსავლის წყაროდ. ორი ალტერნატიული გზა, გადაყიდვა და ლიცენზირება. გადაყიდვა, reselling, ყველაზე მარტივი დასაწყებია. შენ ყიდულობ მზა პროდუქტს მწარმოებლისგან და აგრძელებ მის გაყიდვას შენი ფასით. მინუსი, მოგების მარჟა მცირეა, რადგან სხვა გამყიდველებიც იგივე პროდუქტს ყიდიან, ხშირად უფრო იაფად. მაგრამ პლუსი ისაა, რომ ეს არის სწრაფი გზა დაწყებისთვის. თუ გადაყიდვა გაინტერესებს, გადამწყვეტია ერთი ნაბიჯი, დაუკავშირდი მწარმოებელს, მოილაპარაკე საბითუმო ფასე და უკვე ბიზნესში ხარ. შეჯამება. თუ გინდა შემოსავალმა იმუშაოს შენზე, არა შენ მისთვის, იპოვე შენი ნიშა, შექმენი მარტივი და ავტომატიზებული სისტემა და დაიწყე პატარა ნაბიჯებით. შენი მიზანი არ არის იშრომო დაუსრულებლად, არამედ ააშენო სისტემა, რომელიც შენთვის მუშაობს, მაშინაც კი როცა შენ ისვენებ. აქციე დისტანციური ოცნება ყოველდღიურ რეალობად. თუ აქამდე ჩამოთვლილი ყველა ნაბიჯი უკვე გადადგი, განსაკუთრებით თუ დაიწყე აუთსორსინგი და შენი გვერდითი ბიზნესი უკვე სტაბილურ შემოსავალს გიგენერირებს. შენ იმ წერტილთან ხარ, სადაც სამსახურის დატოვება უკვე რეალური შესაძლებლობა ხდება. მაგრამ სანამ ამას გააკეთებ, სასურველია ჯერ დისტანციური მუშაობის პირობები მოიპოვო. ეს დაგეხმარება გამოცადო თავისუფლების გემო და ამავდროულად შეინარჩუნო ფინანსური სტაბილურობა, სანამ შენი ბიზნესი ბოლომდე არ ამოისუნთქავს. პირველი ნაბიჯი, მოლაპარაკება თავისუფლებაზე. სუპერპროდუქტიულობა ნამდვილად დაგეხმარება, მაგრამ მხოლოდ შედეგიანობა არ კმარა. დაგჭირდება სტრატეგია. კომპანიის ხელმძღვანელობა უნდა დაარწმუნო, რომ სახლიდან მუშაობა უფრო დიდ სარგებელს მოუტანს მათ, ვიდრე ოფისში შენი ყოფნა. შერვუდის მაგალითი. წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც ოცნებობს 4 საათიან სამუშაო კვირაზე. დავარქვათ მას შერვუდი. შერვუდმა გადაწყვიტა, რომ სანამ დისტანციურ მუშაობას მოითხოვდა, ჯერ საკუთარი შედეგიანობა უნდა გაეზარდა და კომპანიისთვის შეუცვლელი უნდა გამხდარიყო. მან დაიწყო იმაზე მეტის კეთება, ვიდრე მისგან მოითხოვდნენ. შედეგად, მისი ღირებულება ორგანიზაციის თვალში გაიზარდა. მასთან ერთად, კომპანიამაც ინვესტიცია ჩადო მის განვითარებაში, რაც მის გათავისუფლებას თითქმის შეუძლებელს ხდიდა. შემდეგ შერვუდმა მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა. მოიხსენია თავი ცუდად და 2 დღეს სახლიდან იმუშავა.
ამ 2 დღეში მან იმაზე მეტი შედეგი აჩვენა, ვიდრე ჩვეულებრივ ოფისში ყოფნისას. 2 დღის შემდეგ ოფისში დაბრუნდა და მზად იყო მთავარი ნაბიჯისთვის, დისტანციური მუშაობის შეთავაზება. კერძოდ, მოლაპარაკების სტრატეგია. შერვუდმა დაიწყო მცირე მოთხოვნით. სთხოვა უფროს ორშაბათი და სამშაბათის სახლიდან ემუშავა. 2 დღე ბევრად უფრო ადვილად მისაღებია მენეჯმენტისთვის, ვიდრე მთლიანი კვირა ერთდროულად. შედეგი. შერვუდმა თავი გამოიჩინა, შეასრულა საოცრად პროდუქტიული სამუშაო სახლიდან და ამ შედეგებით მოიპოვა უფლება 4 დღე დისტანციურად ემუშავა. ცოტა ხანში კი უკვე მთელი კვირა სახლიდან მუშაობდა, ოფისში მხოლოდ მნიშვნელოვანი შეხვედრებისას მიდიოდა. შენც შეგიძლია იგივე. ეს სტრატეგია ყველასთვის მუშაობს, თუ შეძლებ 2 მთავარი თვისების დემონსტრირებას: კომპეტენტურობა და სანდოობა. როცა აჩვენებ, რომ შეგიძლია იმუშაო დამოუკიდებლად, მაღალი ხარისხით და შედეგზე ორიენტირებულად, დისტანციური მუშაობა აღარ იქნება შენი ოცნება, ის გახდება შენი ყოველდღიური რეალობა. დასკვნა. აღარ არის საჭირო საკუთარი ცხოვრება სამსახურს ან ბიზნესს შესწირო. დაივიწყე ის ფაქტი, რომ სამუშაო მხოლოდ ცხოვრების საშუალებაა, არა თავად მიზანი. ყველა სტრატეგია, რაც აქ ვისწავლეთ, ერთ მიზანს ემსახურება. შეგეძლოს იმუშაო იმისთვის, რომ იცხოვრო და არა იცხოვრო მხოლოდ სამუშაოსთვის. დაიწყე ახალი გზა. დაიწყე შენი მოგზაურობა შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე სამყაროში. გადაწყვიტე, რომ იმსახურებ უკეთეს ცხოვრებას, უფრო მეტ თავისუფლებას, სიმდიდრეს და შინაგანს მშვიდვეს. შემდეგ წაშალე ყველაფერი ზედმეტი, ის, რაც გაჩერებს ახალი მდიდრების რიგებში შესვლამდე. ავტომატიზირე შენი საქმე და შემოსავალი. გადააბარე სხვებს ის ამოცანები, რაც შეიძლება სხვამ უკეთ გააკეთოს და დაიწყე მომგებიანი გვერდითი ბიზნესი, რომელიც შენს თავისუფლებას გაზრდის. გზა დროის ბალანსისკენ. შეიძლება შენი უნიკალური გარემოებიდან გამომდინარე 4 საათიანი სამუშაო კვირის მიღწევა გარკვეულ დროს მოითხოვდეს. მაგრამ თუ სერიოზულად მოეკიდები და მცირე ნაბიჯებით დაიწყებ, შენი პროგრესი გაცილებით სწრაფად წავა წინ. ისწავლე სიამოვნებით მუშაობა. დროის უდიდეს ნაწილს სამსახურში ატარებ. ამიტომ აირჩიე ისეთი საქმე, რომელიც გიყვარს. არ დაელოდო ფინანსური მიზნის შესრულებას ან იდეალურ ბალანსს, სანამ შრომით სიამოვნებას დაიწყებ. გახსოვდეს, მიზნის მიღწევა არ გაჩუქებს ბედნიერებას. ბედნიერებას გაძლეს თვითონ გზა, სწავლა, განვითარება და ყოველდღიური პროგრესი. დაიწყე ახლა, გახდი საკუთარი მოგზაურობის მფლობელი. ისიამოვნე პროცესით და იზე იმე ყოველი მიღწევა, თუნდაც პატარა. სცადე ეს. გაიხსენე პარეტოს პრინციპი 80-20-ზე. გადაწყვიტე, რომელი 20% ამოცანა ქმნის შენი შედეგების 80%-ს და შემდეგ დარჩენილი 80% უმნიშვნელო საქმეები გადააბარე სხვას. შენი ენერგია ფოკუსირდეს იმ 20%-ზე, რაც რეალურად წაგწევს წინ.